რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში ინტოქსიკაციის დიაგნოზით 6 არასრულწლოვანი გადაიყვანეს. Სავარაუდოდ მოწამვლის მიზეზი საკვები გახდა. ბავშვები ყვებიან, რომ მათ სკოლის კაფეტერიაში პიცა მიირთვეს, რის შემდეგაც სასწრაფოს ბრიგადამ ისინი ინფექციურ განყოფილებაში გადაიყვანა. დეტალებს დღეს ქრისტინა ასლამაზაშვილი არკვევდა. 6 მცირეწლოვანი რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაახლოებით 2 საათზე შეიყვანა. მოზარდებს საკვებით ინტოქსიკაციის დიაგნოზი დაუსვეს. მათ გამოკვლევები ჩაუტარდათ და ამ დროისთვის ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ისინი მკურნალობას სავარაუდოდ საკუთარ სახლებში გააგრძელებენ. ბავშვების მდგომარეობა არ იყო მძიმე, არც ერთი ბავშვი საშუალო სიმძიმის, გავუკეთეთ გამოკვლევები და დაიწყო გადაუდებელი დახმარება. ამჟამად უკვე ბავშვების მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, სტაბილური, რაიმე საშიშროება არც ერთ ბავშვს არ აქვს. იცით რა, მონიტორინგია საჭირო, დაკვირვება, ანალიზების შედეგები როგორი იქნება და მთავარია ბავშვის მდგომარეობა. როგორც ირკვევა, მოზარდები რუსთავის მე-14 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები არიან. ბავშვების თქმით, მათ პიცა სკოლის კაფეტერიაში შეიძინეს და მიირთვეს, რის შემდეგაც სისუსტე იგრძნეს და სკოლის ადმინისტრაციამ სასწრაფო დახმარების სამსახური გამოიძახა. მოზარდების თქმით, სკოლაში საკვებს ხშირად მიირთმევენ და მსგავსი შემთხვევა ამ დრომდე არ დაფიქსირებულა. ფაქტს ადასტურებენ მშობლებიც. მეორე გაკვეთილიზე ვიყიდით, თორემ მეორე გაკვეთილი იყო და დასვენება შევჭამთ. არ ქონდა ცუდი გემო. მესამე გაკვეთილი მუსიკა ქონდა და შემდეგ მე-4 დაიწყო, მაშინ გავხდით სულას. აი რა მოგივიდა? მუცლის ტკივილი დამიწყო. და სასწრაფოდ წამოგიყვანა? დიახ. მოვიწამლეთო, პიცა ვჭამეთო და სხვა ისეთი არაფერი არ ვიცი, ახლა იქ ვინში აქვს პიცა, როგორში აქვს, ვინ აცხობს, საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს ახლა. რამდენი ბავშვი იყო სულ? დაახლოებით მე მგონი 6 არიან სულ. და ზოგზე ძალიან იმოქმედა, ზოგზე არის. ხო, ყველას უჭამია, ანუ რამდენიმე ცალი იყიდეს და გაინაწილეს მე ერთმანეთში. მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გაკეთდა სკოლის ადმინისტრაციის მხრიდანაც. სკოლის დირექტორი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ სკოლის კაფეტერიაში გაყიდული საკვების ვარგისიანობა ლაბორატორიული შემოწმების შემდეგ ეჭქვეშ დადგება, სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან საკითხთან დაკავშირებით რეაგირება მოხდება. როგორც ცნობილი ხდება, სკოლას კაფეტერია კერძო პირისთვის იჯარით აქვს გადაცემული. რა შეიძლება გამხდარიყო ამის მიზეზი, ანუ საკვები რამდენად იყო ვარგისიანი? თვითონ ბავშვი როგორც თქვეს, პიცა ჭამეს ჩვენსავე ბუფეტში, სკოლის ბუფეტში, ნაყიდი, რომელიც გამზადებული შემოდის. ნიმუში წამოვიღეთ და ლაბორატორიაში ეხლაც გამოკვლევაზე. ამ შემთხვევაში თუ დასტურდება, რომ ეს არ იყო საჭმელად ვარგისი ლაბორატორიულად, შემდეგ ანუ შესაბამისობებს მიმართავთ, იმიტომ რომ იჯარით არის ფაქტობრივი და იჯარის ხელშეკრულებაშიც მითითებული გვაქვს პუნქტი, რომ დაცული უნდა იყოს ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები და ჯანმრთელი საკვები იყოს სკოლაში. სკოლის მოსწავლეების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. კაფეტერიაში შეძენილ საკვებ პროდუქტს ამ დროისთვის ლაბორატორიული შემოწმება უტარდება. შედეგები კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.